მოდით დღეს ერთ მართლა უცნაურ ამბავს ჩაუღრმავდეთ. ეს იწყება 1999 წელს იაპონიაში ერთი მანგათი, ანუ კომიქსით. სახელი აქვს მომავალი, რომელიც ვიხილე. ხო და თავიდან თითქოს არაფერი, ჩვეულებრივი გამოცემა იყო. დიახ, მაგრამ მერე 2011 წელს, იმ საშინელი მიწისძვრის და ცუნამის მერე, უცებ ეს წიგნი გახდა ყურადღების ცენტრში. იმიტომ რომ აღმოჩნდა ავტორს, რომელიც ფსევდონიმით წერდა, თაცუკი ერქვა, წლების წინ უნახავს სიზმარი. და ეს სიზმარი, როგორც ამბობენ, საოცრად შემაშფოთებლად ზუსტად აღწერდა 2011 წლის კატასტროფას. მოდით ვნახოთ ეს ისტორია და ის ყველაზე დიდი ჯერ აუხდენელი პინასარმეტყველება რა არის. თან რაც ყველაზე საინტერესოა, ამბობენ, რომ წიგნის 15 სიზმრიდან 12 ნახემარი უკვე ახდა. ასე ამბობენ მკითხველები. წარმოუდგენელია და მთავარი ინტრიგა წლების განმავლობაში იყო ავტორის ვინაობა, ანუ ვინ იყო ეს თაცუკი. ხო, სრულიად ანონიმური იყო, სანამ 2023-ში უცებ არ გამოჩნდა და წიგნი ახალი დეტალებით განახლებული სახით ხელახლა არ გამოსცა. ესეც მოულოდნელი იყო ძალიან. აბსოლუტურად. თავად თაცუკი, ესე იგი, დაბადებულა 1954 წელს, თითქოს ჩვეულებრივი ბავშვი იყო, არაფერი განსაკუთრებული. მაგრამ 9 წლიდან დაეწყო ეს წინასწარ მეტყველური სიზმრები. და სიზმრებში ეკონტაქტებოდა ვიღაც იდუმალი, ვერცხლფრთმიანი მოხუცი კაცი. ესეც უცნაური დეტალია. პირველი ასეთი მართლა შოკის მომგვრელი შემთხვევა იყო 1976 წელს. ფრედი მერკურის სიკვდილი დაესიზმრა. 1976 წელს. წარმოგიდგენიათ, Queen-ს პოპულარობის პიკია, ფაქტობრივად. და ეს ამბავი, ეს წინასწარმეტყველება 15 წლის მერე 1991-ში ახდა, თან ზუსტად ისე იმ დეტალებით, რაც თაცუკიმ ნახა. დოკუმენტური ფილმის გადამღები ჯგუფიც კი ახსენა სიზმარში და ეგეც დაემთხვა. ხო და აქ რაღაც პატერნი ჩანს 5, 10 ან ზუსტად 15 წელი გადის ხოლმე სიზმრის ნახვასა და ახდენას შორის. 5 წლიან ციკლზე კიდევ ერთი მაგალითი. 1992 წლის აგვისტო. თაცუკი ხედავს სიზმრს. გრძელი დერეფანი. ბოლოში ქერაქალის პორტრეტია წარწერით დანა, როგორც თვითონ გაიგო და მერე ავარიის ხმები ესმის. ეს ხომ პრინცესა დაიანას ტრაგედიამდე ზუსტად 5 წლით ადრე იყო. 1997-ში მოხდა ავარია. დიახ. და 1995 წლიდან თითქოს სიზმრები უფრო მასშტაბური ხდება. გლობალური კატასტროფების პინასარმეტყველებაში იწყებს, ფაქტობრივად. ზუსტად. 1995 წლის 2 იანვარი თაცუკი ხედავს, როგორ იხლიჩება მიწა. იღვიძებს და წერს, რაღაც გასყდება 15 დღეში. და ზუსტად 15 დღეში კობეს, ანუ ხანშინის რეგიონს საშინელი მიწისძვრა დაატყდა თავს. ამან დაარწმუნა საბოლოოდ, რომ ეს უბრალოდ სიზმრები არ იყო, რომ რაღაც სიგნალებს იღებდა. და გადაწყვიტა მანგა გამოეცა. 1999-ში გამოსცა და ისევ გაქრა. ხო, წლების განმავლობაში აღარაფერი ისმოდა მის შესახებ. მისი დაბრუნება 2023-ში გამოიწვია 2021 წლის ივლისში ნანახმა ძალიან მძაფრმა სიზმარმა. ამ სიზმარში რა ნახა? ნახა, როგორ დაიწყო დუღილი ზღვამ იაპონიის სამხრეთით და ოკეანის სიღრმიდან ამოვიდა 2 უზარმაზარი დრაკონის მსგავსი ფიგურა. და აქ არის მართლა გასაოცარი დამთხევა, ამ დრაკონების ადგილი ზუსტად ემთხვევა ფილიპინებისა და წყნარი ოკეანის ტექტონიკური ფილების შეერთების ადგილს. ზუსტად. ანუ იმ გიგანტური ფილების საზღვარს, რომელთა მოძრაობაც იწვევს მიწისძვრებს და ვულკანებს. წარმოუდგენელია. სიზმარი გრძელდება, წყალქვეშა ვულკანის კატასტროფული ამოფრფევა. და გიგანტური ცუნამი. რომელიც თაცუკის თქმით 2011 წლის ცუნამიზე 3-ჯერ მაღალი იყო. მაგრამ ესეც არ არის ყველაზე შოკის მომგვრელი ნაწილი. ყველაზე დაუჯერებელი ალბათ შეტეგია ცუნამის შემდეგ ამბობს, რომ დაინახა ახალი უზარმაზარი მიწის მასივის წარმოქმნა. კი, რომელიც აერთიანებს იაპონიას, ტაივანს, ჰონგ-კონგს და ფილიპინებს. ფაქტობრივად ახალი კონტინენტი ჩნდება. და რაც მთავარია, თაცუკიმ თქვა, რომ ზუსტი თარიღი და დრო ნახა ამოვლენის. 2025 წლის 5 ივლისი. დილის 5 საათი. ეს თარიღი და დრო. რა ვიცი, ცოტა შემზარავად ჟღერს. გეოლოგიურად თუ შევხედავთ,
რა თქმა უნდა, ასეთი მასშტაბის მოვლენა ძალიან ნაკლებად მოსალოდნელია. თითქმის ფანტასტიკის სფეროა. თუმცა, თეორიულად, აბსოლუტურად გამორიცხული არ არის. იაპონია ხომ ცეცხლოვან სარტყელშია. ხო, ტექტონიკური ფილების შეერთების ადგილია, მუდმივი სეისმური და ვულკანური აქტივობა. და ჩვენ გვინახავს ახალი მიწის წარმოქმნის პატარა მაგალითები. ნიშინოშიმას კუნძული 2013-ში, კურილიის კუნძულებთან 2021-ში. ოღონდ ეს ძალიან მცირე მასშტაბის იყო, ხო? ტაცუკის აღწერილთან შედარებით. დიახ. ტაცუკის აღწერილი მოვლენა წარმოუდგენელ ენერგიას მოითხოვს. თან კიდევ ერთი დეტალია, ტაცუკიმ გაიხსენა სხვა ძველი სიზმარი, რომელიც სრულად არ ქონდა გამოქვეყნებული. ის სადაც განადგურებულ ქალაქს ხედავს. კი, და თვითონ ზაფხულის ტანსაცმელშია მოკლემკლავიანი მაისურით, რაც განსხვავდება 2011 წლის მარტისგან, როცა ჯერ კიდევ გრილოდა. და ამ სიზმარშიც დრო. დილის 5 საათია. ესეც ემთხვევა 2025 წლის პროგნოზს. ძალიან ბევრი დამთხვევა, უცნაური დამთხვევა. ასე რომ დგავართ თავარი კითხვის წინაშე. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს წინასწარმეტყველება 2025 წლის 5 ივლისის დილის 5 საათზე. სიმართლე გითხრათ არ ვიცი. გჯერათ თუ არა სიზმრების, პინასწარმეტყველების. ამაზე დაფიქრება მაინც ღირს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხედავ ასეთ დეტალებს, როგორიც ტექტონიკური ფილების მდებარეობის დამთხვევაა სიზმართან. ხო, რა მოხდება თუ ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევა არ არის, რა შეიძლება ნიშნავდეს ეს ჩვენი მომავლისთვის? ამაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება.